ეხლა მთლიანი ერთწლიან ბრძოლას უნდა წარმოვიდგინოთ და რა ფაზაში ვართ და როგორ მოქმედებთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ახლა ამ ერთწლიანმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი, ეს რეჟიმი მუდმივად ცდილობს ამ პროტესტის ჩახშობას სხვადასხვა რეპრესიული კანონმდებლობით და საპროტესტო საზოგადოებაც მუდმივად ცდილობს ადაპტირებას და ამ რეჟიმთან წინააღმდეგობაში გადასვლას. და რაღაც წინააღმდეგობის შენარჩუნებას და საერთოდ ნებისმიერი ტიპის სხვა ქვეყნების გამოცდილებას აჩვენებს, როდესაც ეგეთი ტიპის ავტორიტარულ და უკვე დიქტატორულ რეჟიმისკენ მიმავალ სისტემებს და რეჟიმებს ებრძვი, შენც უნდა იყო მოქნილი, იმიტომ მე მესმის ეხლა რომ რაღაცა ტიპის შეიძლება გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა, მაგრამ მე თუ მაქვს იმის რესურსი ამ ბრძოლაში, რომ აი ასეთი ტიპის მანევრებით შემიძლია მოქალაქეების უსაფრთხოება მეტნაკლებად დავიცვა და ცოტა შევამცირო ის რისკები, რაც არსებობს, მე ამას გავაკეთებ და მუდმივად სხვა ქვეყნის გამოცდილებებიც რომ ნახოთ, ესეთი ტიპის მანევრება, იმიტომ რომ ის დანაკარგები ხო გვაქვს ჩვენ და ჩვენ თუ გვინდა რომ ამ ბრძოლაში დიდხანს გავძლოთ და ვიმოქმედოთ, ჩვენც რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი უნდა მივიღოთ ამ პროცესში და ამ თვალსაზრისით უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ესეთი დინამიკაა, თვითონ ეხლა როგორ რაღაცა ის მუდმივად ცვლის ამ კანონმდებლობას, მე ჩვენ ამაზე ეხლა მაგალითად წარმოვიდგინოთ თქვენს რომ მაგალითად ვერ გადაკეტა როცა რუსთაველი იკეტებოდა. მე დავიწყეთ ეს მარშები, რომელიც დადიოდა თბილისის ქუჩებში. ხო ეს ახალი კანონი მიიღეს ზუსტად და პირდაპირ იკითხება რაღაცა კუთხით ამ მარშების საწინააღმდეგოდაც. და მე უკვე შეეცადნენ ანტიკონსტიტუციური კანონის შემოღებას, რომელსაც თვითონაც არასწორად განმარტავენ, იმიტომ რასაც ლაპარაკობს, ეგეთი რამე არ წერია არც ამ მახინჯ კანონში, რაც ეხა თვითონ ეგეც არ წერია, რომ დავველოდო მე იმის პასუხს, ეგეთი რამე არ წერია. იმას მე კონსტიტუციურად მე არანაირი ვალდებულება არ მაქვს შეუთანხმო. მე ვაფრთხილებ და თუ მეუნება რომ რაღაცა შეიძლება რაღაც გარემოებების გამო აქ უსაფრთხოებიდან გამომდინარე რაღაცა ალტერნატივა უნდა შემომთავაზოს. ის რომ შენ არ ჩაატარო, ამის უფლება არ აქვს. მაგრამ ამ ალტერნატივის შეთავაზებასთან დაკავშირებითაც არსებობს ადამიანის უფლებათა და ევროპული კონვენცია, ევროსასამართლოს პრაქტიკა და თუ არა, აქ ხო სულ სხვა რაღაც მოდი, მაშინ დავაკონკრეტოთ, უნდა დავემორჩილოთ თუ არა ამათ მიერ მიღებულ ყველანაირ გიჟურ გადაწყვეტილებას. არის რაღაცა ზღვარი, რაღაცა ნაწილში შეიძლება ჩვენ ცოტა მანევრირება გავაკეთოთ, ეს ძალიან მიღებული ფორმა. ჩემთვის თავარია რომ პროტესტი შენარჩუნდეს და გაგრძელდეს. და პროტესტის ფორმები არ უნდა იყოს ერთგვაროვანი ფორმები, პანაცეა რომ მხოლოდ ეს უნდა ვაკეთო, უნდა შეცვალა ფორმები გახვიდე რეგიონში, სხვადასხვა სივრცეებში გახვიდე. ეს ზიანი შეეცადო რომ ნაკლები მიიღო, იმიტომ რომ ესეთ რეჟიმთან გაქვს ეხა საქმე, ხო? მაგრამ ეხა არის რაღაცა ზღვარი, ეხა მეც ვამბობ, ეხა როდესაც შეიძლება ეს მანევრირების დიაპაზონიც გიმცირდებოდეს. ეხა მე რო მითხრას, ეხა გეტყვით ეს ზღვარი, რო გითხრას, რომ იცი რა არის, პარლამენტთან არ შეეკრიბო და წადი ხუალინგთან დადექი, ეს უკვე შეკრებაზე უარის თქმა და მორჩა. ანუ ამას უბრალოდ ვერ დაემორჩილები, იმიტომ რომ ანტიკონსტიტუციურია და მე დავემორჩილები იმე. მაგრამ რო გითხრას რომ არ გაძლევნებას და დადგები და უნდა დაგიჭირო. მაგაზე ხა გუშო გამოვიდა იმას წაკითხulis არა. და დაგიჭირო თან ერთწლიანი გასაგებია, მაგრამ ესეთი ტიპის მოთხოვნებს პირდაპირ რომ ვერ დაემორჩილებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური არა აქვს უფლება გითხრას რომ გიგრძალავ ესე პირდაპირ. არანაირი უფლება არ აქვს ამ თავისი მახინჯი კანონებითაც. და მათ შორის გარდა ამისა ანტიკონსტიტუციურია და იერარქიულად კონსტიტუცია უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი. და იმ კანონში ისეთ რაღაცებს წერენ, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ანუ წერალიც კი არ უარგათ ამ საკანონმდებლო ნორმების რა. გავიგე. სხვა შორის წეგან ახსენა სტუმარმა სომხეთი აზერბაიჯანიო და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა განცხადება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, რომლებიც ტარიფებთან არის დაკავშირებული და იმედი გამოთქვა, რომ მოგვარდება და თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ სუბიექტები დაიწყებენ იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად ალტერნატიული გზების ძიებას, თუ კი ეს გარიგებები მათთვის ინტერესს შეინარჩუნებს. ხალბატონ ნათია, გადმოვალ მოდი თქვენთან. ხო, შეიძლება